2 ივლისი არის ერთ-ერთი მძიმე დღე და თარიღი ჩვენ უახლოეს ისტორიაში იყო გადმოსხმული რუსეთის ფედერაციის რეგულარული ჯარის ნაწილების მიერ განხორციელებული საზღვაო დესანტი, რომელსაც წინ აღუდგნენ ჩვენი გმირი კაცები, გოგონები, ბიჭები, მეომრები, მათი დამსახურებით ჩვენი ქვეყნის საბრძოლო ისტორიაში კიდევ ერთი დიდი დიადი გმირობის და თავდადების ფურცლების ჩაწერა. გულსამძიმრად მთლიანად საქართველოს ეს ქვეყანა იქნება ძლიერი და თავისუფალი. სამლაბორის ბატალიონმა რა თქმა უნდა ამ ბრძოლებში ძალიან დიდი წვლილი შეიტანა. დიდი ძალებით იყო დესანტი გადმოსხმული, უნდა ითქვას, რომ ჩვენი გამარჯვებით დასრულდა. მინდა მოვიხსენიო ის ბიჭები, ის გმირები, ისინი არიან უკვდავი გმირები, ჩვენი ვაჟკაცები და მე მინდა რომ ყოველთვის ახსოვდეს ბატალიონებს, ბიჭებს, მთლიან საქართველოს და ჩვენ მომავალ თაობასაც. წარმოუდგენელი იყო რომ ჩვენთვის რომ ამ დონეზე ჩაერთებოდა რუსული სადესანტო გემები, რომ დესანტს გადმოსვავდა და ჯამში ვერ მიაღწიეს იმ თავს, რაც იყო რომ გადაკეტილიყო სოხუმი. შეიძლება თავად ითქვას, რომ ის დესანტის ძირითადი ნაწილი, რომელიც ამაში მონაწილეობდა, არათუ უკან დახეული ტყვარჩელისკენ ძირითადი ნაწილი განადგურებულიც იქნა.